წვედი პროტესტის პარალელურად კვლავ გრძელდება მოქალაქეების დაკავებები ამ პროტესტში მონაწილეობისთვის. წუხელ დააკავეს კიდევ 2 ადამიანი, მათ სავარაუდოდ რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან. დაკავებების პარალელურად გრძელდება ჩასაფრებები პოლიციის მხრიდან. აქციის შემდეგ მოქალაქეებს მეტროსადგურებთან ხვდებიან. წუხელ პოლიციელები მათ ეუბნებოდნენ, რომ ზედაპირული დათვალიერება უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ზოგიერთს ჩანთის გახსნაც მოსთხოვეს. დაკავებების პარალელურად პროტესტის მონაწილეებს კვლავ ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებენ. 14 დღემდე პატიმრობა კიდევ 3 ადამიანს შეეფარდა. ნუცა ბახუტაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, ვინ არიან ახალი დაკავებულები და როგორ გაგრძელდება პროცესები სასამართლოში. ახსოვო ახალი დაკავებულები არიან დიღმის იზოლატორში. გოგა თუშურაშვილი არის ერთ-ერთი დაკავებული IDF-ის მკვლევარი, რომელიც წუხელ დააკავეს და ამ დრომდე ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ელოდება საკუთარ სასამართლოს ხდომას, რომელიც დიდი ალბათობით დღეს ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მეორე დაკავებულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი გიორგი მრევლიშვილი არის. ეს ადამიანი, რომელიც დღეს დააკავეს, ის აქტივისტების ინფორმაციით სამმართველოში ყავდათ გადაყვანილი და დიდი ალბათობით მისი პროცესიც დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნება. რუსთაველზე უწყვეტი აქციის პარალელურად გელა გელაძის უწყება არ წყვეტს მოქალაქეების მასობრივ დევნას და ამას ადასტურებს ეს დაკავებებიც, რომლებიც გუშინ ვიხილეთ, ძირითადად იმ ადამიანებს დევნიან სამართალდამცველები დააკავებენ, რომლებიც აქტიურად არიან უწყვეტ პროტესტში ჩართულები და მათ შორის იღებენ მონაწილეობას რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში. იურისტების შეფასებით და გამოთვლებით ბოლო დროს დრაკონული კანონმდებლობის მიღების შემდგომ სულ 109 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ამ ადამიანების უმეტესობას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის მაქსიმალური ვადითაც, თუმცა ახლა ეს პრაქტიკა აქვს შეცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაპირველად მასობრივად აკავებდა აქციის მონაწილეებს, თითქმის ყველა ადამიანს, ვინც კი რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა ახლა რამდენიმე ადამიანი შემოიფარგლება ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ამას იურისტები ხსნიან, სისტემა არის გამოფიტული, აღარ არის იზოლატორებში ადგილები, აღარ ყოფნით მათ შორის არც სამართალდამცველების რაოდენობა იმისათვის, რომ ეს მასობრივი ტერორი გააგრძელონ და სწორედ ამიტომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკან დაიხია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ეტაპზე, პირველი დაკავებების ტალღისას 20-მდე ადამიანს ერთდროულად დაკავებდა ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახლა გუშინ რუსთაველის გადაკეტვის ფონზე კი მხოლოდ 2 ადამიანი არის დაკავებული. ყოველდღიურად გრძელდება ის ტერორი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად რეჟიმი უწყობს მის მოსახლეობას. უბრალოდ აქ ნიშანდობლივია ის, რომ ბოლო პერიოდში თავადვე გააცნობიერეს, რომ მათ ძალებს აღემატება ესე მასობრივი დაკავებები და გადავიდნენ მცირე დაკავებებზე, თუმცა ეს გრძელდება ყოველდღიურად. ჩვენ რა თქმა უნდა ჩართული ვართ ამ პროცესში. დღეის მდგომარეობით უკვე ადმინისტრაციული წესით სახდელები გამოყენებულია 109 ადამიანის წინააღმდეგ და ყოველდღიურად ვანახლებთ ამ მონაცემებს. რეჟიმს აღარ ყოფნის რესურსი იმისა, რომ მასობრივი დაკავებებით, ერთიანი დაკავებებით მოახდინოს ხალხის ეგრეთ წოდებული ტერორი და დაშინება, იმიტომ რომ არავინ არ შინდება რეალურად. ის გამოიფიტა, მას აღარ აქვს არც ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების რესურსი, რომელიც აკავებენ ამ ადამიანებს, არც იმ წერლების რესურსი, რომლებიც მერე ქმნიან ყალბ დოკუმენტაციას და არც იზოლატორების რესურსი. ხალხი, ვინც დღეს გუშინძინ და ასე შემდეგ კეტავდა გზას, ეს არის გააზრებული აქტი ამ ადამიანების მხრიდან. ეს არის გააზრებული პროტესტი, რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებმა იციან, რადგან მიდიან. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამ კანონებს, ამ დრაკონულ კანონებს ნაკლები მსხვერპლი მოყვეს ჩვენი მხრიდან და ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პროტესტი. ოცნება აპირებს ეს გააგრძელოს, როგორც ჩანს და ჩვენი მთავარი ისაა, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ. მათ შორის არაფრად ვაქციოთ მათი კანონები. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიყოთ რუსთაველზე. გუშინ გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესები დიდი ალბათობით დღეს ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში და საინტერესოა მსჯელობის შემდგომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ შემთხვევებში, რამდენ დღიან პატიმრობას თუ ჯარიმას შეუფარდებენ დაკავებულ აქტივისტებს. ნაწილმა აქტივისტებმა, რომლებსაც მანამდე შეეფარდათ უკვე პატიმრობა, დატოვეს იზოლატორები, მათ შორის დღეს ნათია ლეთოდიანმა, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წევრმა
6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდგომ დატოვა რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორი. ქართული ოცნების მხრიდან მასობრივი ტერორის და დევნის მიუხედავად გუშინ უწყვეტი პროტესტის 326 დღესაც რუსთაველის გამზირი მაინც გადაიკეტა.